თუ ხშირად გიწევს იმის კეთება, რაც არ მოგწონს, ადრე თუ გვიან შეგექმნება პრობლემები. პირველ რიგში ეს იქნება პრობლემები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, სხვადასხვა ნევროზის სახით, ხოლო შემდგომ შეიძლება გადავიდეს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადების სახით. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ როდესაც შენ იმას აკეთებ, რაც არ გინდა, შენ აიძულებ საკუთარ თავს იმოქმედო. იმისთვის, რომ აიძულო, შენ უნდა დათრგუნო ის, რაც გინდა და გააქტიურო ის მოქმედებები, რომელიც არ გინდა. ამაზე იხარჯება ძალიან დიდი ენერგია და იქმნება შინაგანი ბლოკები სასურველი ენერგიის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს ბლოკები და დისბალანსები აისახება როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. საუკეთესო გამოსავალი იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ იტყვი ბოლომდე უარს იმ საქმიანობაზე, რომელიც არ მოგწონს, არის დააბალანსო. რაღაცნაირად შეურიო იმ არასასიამოვნო აქტივობებს შენთვის სასიამოვნო აქტივობები, თუნდაც ხობის სახით. ამ შემთხვევაში შინაგანი ბალანსი გაასწორებს ენერგიას და დიდი ალბათობით ნევროტული და ფიზიკური პრობლემები აქ ცდება.